მოგესალმებით. აბა ვნახოთ რას გვიჩვენებს ცვილი. ნახოთ რა ინფორმაცია წამოვა ცვილისგან, რა დაიხატება, შევხედოთ. შეხედეთ როგორი ყვავილი დაიხატა მეგობრებო. სხვათა შორის ახსავსა ენერგიები იქნება მომდევნო კვირაში ჩემო კარგო. და ძალიან ბევრი ინიციატივა გექნება, რაღაცა საქმე გამოდის, რაც ჩანაფიქრებში გქონდა. ყვავილები დაიხატა მეგობრებო, ყვავილები. ვიღაცა გუწრფელი იქნება შენთან მამაკაცი, რომელთანაც კონტაქტი იყო ან გაჩერებული, ან შეწყვეტილი, ან ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ, აქ ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ნადებია ცვილზე. საერთოდ მომდევნო კვირა მოგიტანს სასიაოვნო სიურპრიზებს მინდა გითხრათ. და ბევრთან გოგოებო ახალი ნაცნობობაა მოსალოდნელი ძვირფასებო, ძალიან დადებითი მამაკაცი ან ქალბატონი მოდის, შეხვედრა ჩანს, მოულოდნელად შეხვედრა, ან დაგეგმილი შეიძლება ინტერნეტ სივრციდანაც. ხო, ნახოთ აბა. ფინანსური შემოსავალი ჩანს ძვირფასებო, ასევე ფინანსური შემოსავალი ვისელოდებით, ვიღაცასთან ძალიან გაჩერებული იყო ფინანსური არხი, იმიტომ ძალიან ბევრი თვალია. უზარმაზარი თვალია ადამიანზე, ადამიანის ოჯახზე საერთოდ. და ამიტომ ხდებოდა ასე თქვენს ცხოვრებაში. ენერგიას ხარჯებთ ძალიან ბევრს, რაღაცა ხმამაღლა საუბრობთ, ან საუბრობთ და ლაპარაკობთ ისეთ ადამიანთან, ვინც არ იმსახურებს ამ თქვენს ენერგიებს, ან ვერ აგებინებთ, ერთ და იგივს უმეორებთ. აქ ვიღაცასთან სტუმრად წახოთ, სხვათა შორის სუფრა ჩანს, ფანტასტიკური საღამო ჩანს. პროფესიულ სფეროში ვიღაცასთან არის კონფლიქტები, ენერგიები დაძაბული სამსახურში. რაღაცა მოლაპარაკება იქნება რთულ საქმესთან მიმართებაში, მეგობრებო. მოილაპარაკებთ და ყველაფერი გადაწყდება თქვენ საკეთილდღეოდ სხვათა შორის. გადამეტებული ზრუნველობა ვიღაცაზე ძვირფასებო, ენერგიას აძლევთ, ფიქრობ ადამიანზე, ან საუბრობ მასზე, ან ადამიანზე უბრალოდ კონტაქტობ მასთან და გადააჭარბე აქ უკვე ან ზრუნველობას, ან ყურადღებას, ან საერთოდ არ იმსახურებს ვიღაცა ამდენ ნერვებს, ამდენ ემოციას, არ ვიცი ვინ არის, მიხვდება ვინც ასეა. შეიძლება ახლობელიც იყოს. ვიღაცა მოგმართავს დახმარება მჭირდება გეტყვეს. დაეხმარებით სხვათა შორის, რომ დაეხმარებით, მე უფრო დადებითი პერიოდი გექნებათ ამ ადამიანთან და საერთოდ კმაყოფილი იქნებით ისე როგორც დაეხმარებით. ჯანმრთელობასთან ყურადღებით იყავით. რაღაცა პატარა პრობლემაა, მაგრამ ძალიან გაწუხებს ეს პრობლემა, არ ვიცი, დიდი ხანია გაწუხებს, მაგრამ ძალიან პატარაა და რაღაცა ქრონიკულია, არ ვიცი. აუცილებლად მიხედეთ. მტერი შემოდის თქვენთან სახლში, იცით? ვიღაცა შემოდის ძალიან ცუდი თვალით, აი ნეგატიური ქალია. შემოდის, საუბრობს თუ რაღაცა ლაპარაკობს, შეიძლება შემოდის ტელეფონიდან გესაუბრებოდეს, შესაძლოა, მაგრამ ძალიან ნეგატიურია. შეიძლება ლასოც ჩანს სხვათა შორის აქ.
სადაც მუშაობთ, იქ უფრო შესამჩნევი იქნებით, უფრო დაგაფასებენ, უფრო გულწრფელად იქნებიან თქვენს მიმართ, ვიდრე აქამდე სხვათაშორის. ეს კვირა საერთოდ სიურპრიზებით არის ახსოვსე, იცით, ფინანსები მოდის რაღაცა შეხვედრები, სიმშვიდე გაქვთ გულში ამ კვირაში, მომდევნო უпростоრად, მომდევნო კვირაში. აქ რაღაცა შეიძლება გადაწყვეტილება იყოს, მისაღები, ძვირფასებო და გეტყვით რომ ნუჩქარობთ, გადაწყვეტილების წინაშე გახართ ან იქნებით, მომდევნო კვირაზე ვსაუბრობთ, სანთლით, ხო? მასაც მიჩვენებს ცვილი, მოიცადეთ. რამოდენიმე დღე სწრაფად ნუ გადაწყვიტავთ, დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. შეიძლება თქვენი მონაწილეობის გარეშეც გადაწყდეს რაღაცა და მე მიხვდებით, რასაც ვამბობდი. აი, სიჩქარე აქ არ შეიძლება ინანებ რა, რომ მიჩქარებ და ისე თუ დაიცდი, აქ შეიძლება თქვენს გარეშეც რაღაცა გადაწყდეს. და მიხვდები რომ აი თურმე არ შეიძლებოდა მოქმედება და ასე ჯობდა. მიუშვით დალაგდება. რაღაცა ლაგდება თავისით. საკუთარ თავს ძალიან ბევრ რამეს აბრალი. არ შეიძლება მასე ბრძოლებში ხარ, ჩემი ბრალია, აი ესე მექნა, ასე არ მექნა, არა. ყველაფერი ისე მეტის, როგორც უნდა წავიდეს. კი, არის აქ შეცდომები ბევრი, მაგრამ თითქოს ადამიანი საკუთარ თავზე ბრაზობს. ხო, სევდიანი ხარ ძალიან, ემოციური, სევდიანი, გადაღლილი, გადატვირთული. ერთი დღე, 1 საათი მაინც დაისვენეთ თქვენთვის. ბევრს აქ მარტოობა უყვარს რატომღაც არ ვიცი, ან მარტო ხართ და ამ მარტოობაში უფრო მშვიდად ვარ ვამბობ, მაგრამ ეხლა ესეთი პერიოდია, გჭირდება კომუნიკაცია ხალხთან, ჩემო კარგო, ასე ვხედავ სიტუაციას მე პირადად, აი ამ მთლიანობაში არ ვიცი ვინ ნახავს ამ პროგრესს, პროცესს და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ყვავილი. ყვავილი დატანჯული ადამიანი აღონც. დატანჯული ადამიანი, დატანჯული ყვავილიც ისეთია. იშლება, ვერ გაიშალასავით, ხვდებით? ანუ თქვენს ცხოვრებაში არის მომენტი, რომ შეცვლა მინდა რაღაცის ვერ შევცვლიო, მაგრამ შეცვლით. წლის ბოლომდე ყველაფერი დალაგდება, ძვირფასებო, აბა, წარმატებები იყოს ასე. ბედნიერად, ძვირფასებო.